მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. გვაქვს 2024 წლის ბოლო დღე. სწორედ ამიტომ გადავწყვეტე, რომ ჩამეწერა ვიდეო, რა ვისწავლე ამ წელს, რა მოსწავლა 2024 წელმა. მგონია, რომ საინტერესო კითხვა იქნება. თუ გადავხედავთ ამ წელს, რა ვისწავლეთ, რა მოგვცა ამ წელმა ზოგადად და ასევე ამოვიღოთ რჩევაც. როგორც ყოველთვის გვაქვს 4 ვარიანტი. შორტში თქვენთვის სასურველი ერთი ვარიანტი და ნახოთ კითხვებზე პასუხი. რაც შეეხება ახალი პერიოდიდან, ანუ ახალი 2025 წლიდან, ისევ გავაგრძელებ აირჩიე არკანი, დღის არკანის დადებას ჩემს Facebook გვერდზე, აქ დავურთავ ჩემს Facebook გვერდს და გამოვყევით და გავიგოთ ყოველდღურად რა გამოწვევები და სახლები გელოდებათ. დავიწყოთ ახლა ის გაშლა, მათვინ ჩერჩა პირველი ვარიანტი, ნახოთ აბა რა ისწავლეთ ამ წელს და რჩევა რომელიც გჭირდებათ. ეს წელი მათვინ ჩერჩეთ პირველი ვარიანტი, გეტყვით რომ თქვენთვის იყო ძალიან რთული წელი, არ ყოფილა მარტივი წელი, ძალიან ბევრი გამოწვევები ჰქონდათ, ძალიან ბევრი სირთულე გაიარეთ, თითქოს შეიძლება ეს იყო პერიოდი, როცა ერთ სირთულეს მეორე მესამე მოსდევდა და გარკვეულ სიტუაციაშიც იყავით ხოლმე, რომ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი თქვენს თავს და რეალურად პირველი ვარიანტის შემთხვევაში ისწავლეთ აი ამ სირთულებს როგორ უნდა გავუმკლავდეთ და რთული და ჩახლართული სიტუაციებიდან როგორ უნდა გამოხვიდეთ, ასე რომ ვთქვათ, აი მშვიდად და ის რომ შეინარჩუნოთ თქვენი თავი და მშვიდად გამოხვიდეთ და გავუმკლავდეთ აი ამ სირთულებს. აი ეს არის ძირითადად რაც აი ამ წელმა მოგცათ, ანუ როგორ გავუმკლავდეთ სირთულებს, როგორ გამოხვიდეთ რთული პერიოდებიდან. რეალურად მათვინ თარიღშიც პირველი ვარიანტი ეს წელი იმდანაც ბევრი რამის მომცემი და ბევრი რამე გამოიარეთ ამ წელს, რომ ძალიან გაზრდილიც ხართ პიროვნულად, აი ესეთი რამე მოდის აქ. ჩვევისახით არის ის, რომ უკან არ უნდა გაიხედოთ ის ყველაფერი რაც მოხდა და აქ ჩანს რომ ბევრი რამ გადაგხდათ აი ამ წელს. ეს ყველაფერი უნდა დატოვოთ წარსულში და წინ მყარი ძლიერი ნაბიჯებით უნდა განაგრძოთ სვლა. საინტერესო იყო პირველი ვარიანტი და დამიწერეთ თუ რეზონირდა ეს გაშლა თქვენთვის. ნახოთ მეორე ვარიანტი, რა ისწავლეთ ამ წელს. პრიორიტეტების სწორედ გადანაწილება ისწავლეთ. ისწავლეთ შეიძლება რაღაცაზე არას თქმა და რაღაცაზე კი თქმა, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება აქ იყოს ის, რომ ისწავლეთ თუ რა არის სწორი და კარგი თქვენთვის, ანუ საკუთარი თავის წინ დაყენება ისწავლეთ, ესე რომ ვთქვათ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, მინდა გითხრათ. ზოგადად, როდესაც აი ამას სწავლობთ და ამას ვამუშავებთ ხოლმე, ასე რომ საკუთარი ღირებულებების, საკუთარი თავის მეტად დაფასება ისწავლეთ. ის რაც არის სწორი და კარგი თქვენთვის, რომ ის გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ, რაც არის კარგის მომტანი თქვენთვის რეალურად. და აი ამის სწავლა და დამუშავება მოგიწიათ ამ წელს. ხოლო ნახეთ, რაც შეეხება რჩევას. ის რაც ისწავლეთ, ეს ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ, გამოიყენეთ, ჩადეთ თქვენს თავში და ეხლა რჩევა არის ის, რომ აი ამ ყველაფრით ისიამოვნოთ, აი მოცემულობით ის რაც გაიარეთ, ხო, ძალიან კარგი, მაგრამ ეხლა ამ ყველაფრით დატკბით და ისიამოვნეთ, ანუ შეინარჩუნეთ ეს ნასწავლი გაკვეთილები, ესე რომ ვთქვათ, რაც გაიარეთ 2024-ში და ისიამოვნეთ მშვიდად, წყნარად, მიიღეთ ის ყველა დადებითი ემოცია და სიტუაცია, რაც ეხლა მოვა თქვენთან. ნახოთ მესამე ვარიანტის შემთხვევაში რა ისწავლეთ. კი ბატონო, რეალურად აქ ჩანს ის, რომ საკუთარი ძალები დააფასეთ. შეიძლება შეგემთხვათ და გქონდათ ბევრი ისეთი სიტუაცია, სადაც ელოდებოდით, რომ ახლობელი ადამიანები დაგიდგებოდნენ გვერდში, მაგრამ რაღაც რთულ სიტუაციებში, ძალიან ბევრ რთულ სიტუაციაში, რაც შეგემთხვათ, დარჩით მარტო და თავის აი როგორ გითხრათ, მარტო გატანა ისწავლეთ რთულ სიტუაციაში. რეალურად ეს არის რაც გიჩვენთ, რომ დაამუშავეთ აი ამ წელს და ის რომ ხართ ძლიერი, თქვენი სიძლიერეები დაინახეთ, თქვენი ძლიერი მხარეები დაინახეთ, შეიძლება რასაც აქამდე არ აფასებდით. რაც შეეხება რჩევა არის ის, რომ ამ სირთულებმა არ შეგაშინოთ, იმ სიტუაციებმა არ შეგაშინოთ, რაც გაიარეთ. ეხლა რჩევა არის ის, რომ მოდუნდეთ და ისიამოვნოთ
დადებითი პერიოდებით თქვენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ რაღაცა კარგი მოდის, დადებითი სიახლეები მოდის და ესე რომ ვთქვათ, ამით უნდა დატკბეთ და ისამონოთ. ეს მოდის რეალურად აქ. და ბოლო მეოთხე ვარიანტი. კი ბატონო, ნახეთ, აქ რეალურად ჩანს ის, რომ ისწავლეთ ის, რომ ძალიან უნდა გქონდეთ და დიდი მფარველობა გაქვთ სამყაროსეული თქვენი მფარველების. ბევრი ისეთი მდგომარეობა, სადაც იყავით, შეიძლება გამოვიწოდეს დახმარების ხელი, რაღაცები თავისთავად დავაგდა, რაღაცები, ანუ სამყაროსეული მფარველობა დაინახეთ, დააფასეთ უფრო მეტად, რომ ეს ძალები თქვენ გეხმარებიან, შინაგანი დადებითი ენერგეტიკითაც გავსებენ და ეს დაინახეთ უფრო მეტად ნათლად, რომ არ ხართ მარტო და სამყაროს ძალიან დიდი მფარველობა გაქვთ ის, რასაც ჩაუთქვათ სამყაროს, უზენაეს ძალებს, ესე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი და თუ ყველაფერი სუბთაგურით მიდის თქვენი მხრიდან, ყველაფერი უკან დადებითად გიბრუნდებათ. რაც შეეხება რჩევარის ის, რომ უფრო მეტად გაძლიერდეთ, უფრო მეტად იყოთ თავდაჯერებული და მშვიდად წყნარ დაელოდოთ ყველა იმ პროცესებს, რასაც გიგზავნით სამყარო. სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ეს გაშლა და გისურვებთ ბედნიერ და მშვიდ წელს.